გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს. დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან ჩემთან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა? რატომ ვზეიმობთ, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენ სახელმწიფოებრიობას? რატომ ვზეიმობთ, როცა უწყობენ ხელს და შემოყავთ საუკუნოვანი მტერი? რატომ ვზეიმობთ? ეს კითხვა ყველას გვაქვს და თქვენი პასუხი არის, რომ ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ, იმიტომ რომ 117 წლის შემდგომ 1918 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენობა. გამარჯვებულები ვართ, იმიტომ რომ 70 წლის შემდეგ ოკუპაციის და მცდელობა იმისი, რომ გამქრალიყო საქართველოს სახელმწიფო და იდენტობაც კი, საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 9 აპრილს 1991 წელს. იმიტომ ვართ გამარჯვებულნი, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავი და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა, აღვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე 2 წელია, რაც დგას საქართველოს ქუჩაში და იდგა ყოველჯერ, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი იყო კითხვის ქვეშ. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას დღეს უკვე 7 თვეა არჩევნების შემდგომ და 6 თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ. და გამარჯვებული არის ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია, იმიტომ რომ არც ერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე ვარი არ თქვა. იმიტომ რომ არც ერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე ვარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ გამარჯვებულები უკვე და ამიტომ გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი. მაგრამ გამარჯვება, როგორც თქვენ, აქა ერთმა ცნობილმა ხმამ ყოველ საღამოს გაიძახა
ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება. ბოლომდე მიყვანა გამარჯვების მოითხოვს სამ რამეს. ერთი არის საზოგადოების ერთობა, საზოგადოების შემართება, საზოგადოების ერთად დგომა და ეს მიღწეული არის, რადგანს პროტესტი ეხება ყველას, ყველგან მიაღწია, ყველა თაობა ჩართული არის, ყველა რეგიონი ჩართული არის. ადამიანები დგანან გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში და არ მინდა არც ერთი ქალაქი დავივიწყო, სადაც პროტესტი დგას და დგას იმ პიროვნებების მხარზე, რომლებიც დგანან ბოლომდე. ეხლა რამგანც ვერ ვკითხულობ, აქ სინათლე არ არის, ვერ წაგიკითხავთ იმ ადამიანების სახელებს, რომელიც ჩამოწერილი მქონდა, მაგრამ თქვენ ისინი ყველანი გახსოვთ და მათი სახეებიც გახსოვთ, ანთებული და გამარჯვებული უკვე. საზოგადოება არის გაერთიანებული პროტესტის უკან. ამიტომ ამ პროტესტის რიცხობრივად დათვლა, რომ მეტი არიან თუ ნაკლები არიან, დღეს მეტი ხართ თუ ნაკლები ხართ, დღეს ხართ. და ეს პროტესტი არის ის, რაც აცოცხლებს ყველა დანარჩენ მოძრაობას, ყველა მარშს, ყველა ადგილობრივ გამოსვლას და ყველანი ერთად როცა ვდგევართ, ვართ ძალიან ძლიერი და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაამარცხებს. ცხადია, რომ ღერძი ამ საზოგადოების ერთიანობის არის ის პროტესტი, რომელიც აქა რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას და დგას და დგას ბოლომდე. და ეს პროტესტი, რომელიც არის როგორც აისბერგის მწვერვალი, ყველას აერთიანებს. ბოლომდე. ეს პროტესტი აქ მდგომი არის ის, რაც ყველას აერთიანებს და საზოგადოება არის მთლიანად ჩართული. არ შეიძლება, რომ მე აქ არ ვახსენო თეატრის მსახიობები, რომელიც იყვნენ წინა პლანზე და არიან წინა პლანზე, სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ადრე უკვე გაიწვიეს, მუშები ჭიათურაში, მაღაროელები, ყველა მთელ ამ ქვეყანაში, ყველა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თუ ვერ დგას აქა, გულით არის აქა და როცა დრო დგება, ყველა აქ იკრიბება. და ვისაც ეპატარავება პროტესტი, ვინც ზოგჯერ მოდის და ამბობს, რომ რა ცოტანი არიან, იმათმა ალბათ გუშინ საღამოს და გუშინ წინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს არის ის პროტესტი, რომელიც მზად არის, რომ ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა, ისე გაიმართოს რუსთაველზე. ასე რომ ჩვენ ვიცით, რამდენი ვართ, ვიცით, რომ ძლიერნი ვართ და ეს არის საზოგადოების უდიდესი ძალა. მაგრამ ეს არ ყოფნის. მეორე ნაწილი, კომპონენტი გამარჯვების არის ჩვენი
უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა და ჩვენ აქ ვინც ვართ, ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და დღეს ჩვენ მოვისმინეთ მთელი დღე და კიდევ მოდის მოლოცვები, რომლებიც არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისადმი. ეს არ არის ტრადიციული პროტოკოლური მოლოცვები, რომელსაც მეც ვღებულობდი პრეზიდენტობის პირველ მანდატის დროს. ეს არის მოლოცვა თქვენსადმი, მოლოცვა იმ ხალხის გამბედაობის და გამძლეობის. ეს არის მოლოცვა და სურვილი, რომ თქვენი გამარჯვება მალე მოვიდეს და ამისთვის მხარდაჭერა და იმ დემოკრატიის და ევროპულობის იმედის მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორებისგან და მათ მინდა დღეს თქვენი სახელით დიდი მადლობა გამოუცხადო. მადლობა. და მინდა გითხრათ, რომ ის მუშაობა, რაც ჩატარდა ჩვენ პარტნიორებთან, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა. თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა ადამიანების, პიროვნებების, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა და ყველამ მიაღწია იმას, რომ დღეს 7 თვის მერე არჩევნების მერე არ არის ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული ჩვენი მეგობრებისგან ყოველ შემთხვევაში. არ არის აღიარებული შედეგები არჩევნების. იზოლირებული არის ეს მთავრობა ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ერთი შედეგი. მეორე შედეგი არის სანქციები, რომელიც ეხება პირდაპირ იმ ადამიანებს, რომლის პასუხისგებლობა არის ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებული არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს. ეს განსხვავება, ეს გამიჯვნა საქართველოსა და იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოება, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლობაში და დამოუკიდებლობაში და მეორე მხრივ დგანან ის ადამიანები, რომლებიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ, გარდა საკუთარ ინტერესებს და ერთი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს გაიგო მსოფლიომ და ამიტომ არის მათი პოლიტიკა დღეს ბევრად უფრო გარკვეული და ბევრად უფრო შეგნებული. ეს არის მეორე კომპონენტი და ცხადია, ჩვენი უცხოელები პარტნიორების მხარდაჭერა ასევე არის დამოკიდებული იმ პროტესტზე, რომელიც არის ჩვენი ყველასი ზურგი და ხერხემალი. მადლობა პროტესტს. და მესამე კომპონენტი. მესამე კომპონენტი ამ გამარჯვების ფორმულისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის. მესამე არის, რომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა. ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტნიორების ნდობით. ყველამ ვიცით ძალიან კარგად,
რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვერც ერთი. ისიც ვიცით ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტალური ერთობა ქართული ოცნების, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, რომ შემოიტანოს საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების შორის, შიგნით საზოგადოებაში, სხვადასხვა სეგმენტთა შორის შემოიტანოს დაყოფა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი. დაყავი და იბატონე და ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმნით წინააღმდეგობის პლატფორმა. ეს პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე პარტიას, არის ღია ყველა სხვა პარტიებისთვის, არის კოორდინირებული და პოზიციები უკვე რამოდენიმე კვირა არის ერთობლივად მუშაობთ და ვაყალიბებთ შიგნით და ჩვენი გარე პარტნიორებისთვის ამ ერთობლივ პოზიციებს. და ცხადია, ქართული ოცნება ცდილობს, რომ ესეც დაშალოს და შემოაგდო თემა ადგილობრივი არჩევნების. როგორც ადრე შემოაგდო თემა პარლამენტში შევლენო. არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება ქართული ოცნების წესებით და ქართული ოცნების კონტროლის და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ ალბათ ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ბოლო თუ სხვა არა, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ რაღაცა ეჭვებს და ჭორაობას. აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმნით ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები მთელი არმია მოვამზადოთ აქა და დღესვე ეს უკვე უნდა დაწყებული იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს თავისი რეგისტრირება, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის ჩვენი საერთო იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ყველამ ოპოზიციამ დაიცვას ყველასი ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანი არის ბოლომდე. და კიდევ არ შეიძლება, რომ მე არ დავასრულო ეს სიტყვა და არ მივმართო და არ მოვლოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს, რომელიც დღეს მე დარწმუნებული ვარ, მას ტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, ტკივა სახელმწიფოების გაქრობა, ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძვის, დღეს არის ჩაშლილი, დაშლილი. და ამიტომ ტკივა ჩვენს ქართულ ჯარს და მინდა მათ მოვლოცო დღევანდელი დღე და უთხრა, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან დღეს, ჩვენ გულში არიან, ჩვენ სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად და გაგიკვირდებათ. მე მინდა ასევე მოვლოცო ქართულ პოლიციას დღევანდელი დღე. რამე თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები.
ესენი მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ასევე გული ტკივა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და იმისთვის, რომ დღეს ვერ არ ასრულებენ იმ მთავარ მოვალეობას, რასაც ქვია მოქალაქეების დაცვა. და მე მინდა ვისურვო იმ საქართველოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც ქართული ჯარი თავის ადგილზე იქნება და თავის მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს ადამიანების და მოქალაქეების დასაცავად და სადაც ქართველი მოსამართლეები თავიანთ როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას. Very good.